დემეტრე თავდადებულის გმირობის შემდეგ შეიძლება იფიქროთ, რაღა უნდა მითხრა ახლა მე რო გამიკვირდესო, მაგრამ არანაკლებ გმირობის ისტორიის შესახებ მოგიყვები ახლა. ქართლის ერისთავ არჩილ მეორის შესახებ, რომელიც შემდეგ წმინდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ. როდესაც არაბები შემოვიდნენ საქართველოში, სარდალი იყო ასიმა. ქართლის ერისმთავარი არჩილ მეორე ეახლა მას და სთხოვა, რომ ქრისტიანობა არ შეურაცხყო და ხალხისთვის არ დაეძალებინა ისლამზე გადასვლა. იცოდა რომ რისკავდა, სანამ წავიდოდა საბჭო მოიწვია და იმსჯელეს. იცოდა, ზუსტად კარგად იცოდა, რომ დიდი ალბათობით მას სიკვდილით დასჭიდნენ, მაგრამ მაინც გარისკა და მივიდა. როდესაც დაინახა არაბმა სარდალმა, მოეწონა, ახოვანი ტანის იყო, სიმპათიური სახის მოყვანილობის კაცი იყო, როგორც ქართველებს შეშვენისელა და თხოვა რომ გადმოსულიყო ისლამზე. გადასულიყო ისლამზე, მაგრამ არჩილ მეორე მოუარი განუცხადა. ეუბნება დაგაჯილდოვებ განსაცმოქზე შენს სამფლობელოსაც გავაძლიერებდა, ცოცხალსაც დაგტოვებოდა. არჩილმა მიუგო, მე შეიძლება ფიზიკურად ცოცხალი ვიყო, მაგრამ სულიერად კუტარი ვიქნებიო და როდესაც შენ სიკვდილით დამშე, ჩემი სული იცხონებსო და მთელი ცხოვრება ცოცხალი ვიქნებიო. ამ პასუხზე სულ გაგიჟდა. ესეთ ვაშკაცურ პასუხზე. მეორე იცვალა, რომ ისლამზე გადაეყვანა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სიკვდილით დასაჯა, რადგან არ უარყო ქრისტიანობა.